უკვე 1/3-ზე მეტია დიუშენის კუნთოვანი დისტროფის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ქვეყანაში სამკურნალო პრეპარატის შემოტანას ითხოვენ. რეალურად რა ჯდება იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შექმნა და რა პროცესს გადის ფარმაცევტული კომპანიები, ასევე როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა მსგავსი დაავადებების მიმართ. სტუმართან მედიცინის დოქტორ, სამედიცინო და ფარმაცევტული ბაზრების კონსულტანტთან გიორგი კავკასიძესთან ერთად ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. მოგესალმებით ბატონო გიორგი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართვისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო გიორგი, როგორც მოვისმინეთ, მათ შორის რამდენიმე დღის წინ პრემიერ კობახიძის განცხადება მანამ კონტექსტში, მათ შორის ეგრეთ წოდებული ფარმაცევტული მაფიაც ახსენა და განაცხადა, რომ შეიძლება საერთაშორისო ბაზარზე არსებობდეს მედიკამენტები, რომელთა წარმოებას, თვითღირებულებას გაცილებით დაბალია, ვიდრე შემდეგ მათი რეალიზება ხდება. რეალურად მათ შორის თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა გზას გადის ზოგადად მედიკამენტები წარმოებაში, ვიდრე ის რეალიზაციაში ჩაერთვება, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი გვაქვს იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე და შეიძლება ითქვას ინოვაციურ მედიკამენტებზე. რეალურად რა ჯდება მათი წარმოება? საკითხი გავყოთ ორად. პირველი ნაწილი ეს არის რა ჯდება ამ მედიკამენტების შექმნა. ეს არის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი უკვე არის წარმოება, სკეილინგი ქვია, რომ მაგალითად დღეში, კვირაში, წელიწადში რამდენ ერთეულს აწარმოებს ესა თუ ის ქვია საწარმო. რაც შეეხება შექმნას, შექმნა არის დაახლოებით 10-15 წლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგი. ამ 10-15 წლის განმავლობაში კამპანია, რომელიც მუშაობს ახალ პრეპარატზე და ქმნის ახალ პრეპარატს, ხარჯავს დაახლოებით საშუალოდ 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს. 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ხოლო არის პრეპარატები, რომელთა შექმნაშიც დაიხარჯა მაგალითად 4 მილიარდი ამერიკული დოლარი, ეს არის ძირითადად გენეტიკური ინჟინერით, გენური ინჟინერით შექმნილი ის პრეპარატები, რომლებიც დღეს გამოიყენება გენეტიკური დაავადებების საკუთრებაში. შექმნა თვითონ არის პროცესი. ეს პროცესი ახალი მოლეკულა უნდა შეიქმნას და ყოველი 5,000 ახალი მოლეკულიდან ბაზრამდე მიდის 1. და ეს განთესვა ხდება იმ ეტაპებზე, რომელიც დაკავშირებულია ახალი პრეპარატის შექმნასთან. ეს არის პირველ რიგში ლაბორატორიული კვლევები, შემდეგ უჯრედული, მერე არის ეგრეთ წოდებული პრეკლინიკური კვლევები, რომლებიც როგორც წესი არის ცხოველებზე, მერე არის მოდელირება, ამა თუ იმ დაავადების მოდელირება, იგივე შეიძლება იყოს ცხოველური, იგივე შეიძლება იყოს ლაბორატორიული და ამ ახალი მოლეკულის თუ ერთეულის ზემოქმედება. როდესაც ეს პროცესი მთავრდება, იმ 5,000-დან რჩება დაახლოებით 200 მოლეკულა. ამის მერე იწყება უკვე კლინიკური კვლევები. კლინიკური კვლევებსაც აქვს თავისი ეტაპები. ეს არის კლინიკური კვლევის პირველი ფაზა, მეორე ფაზა, მესამე ფაზა. პირველ ფაზაზე დგინდება ახალი პრეპარატის, უფრო სწორედ, კანდიდატი პრეპარატის უსაფრთხოება. ამ ეტაპზე ესე იგი კვლევებში მონაწილეობენ მსურველები, volunteers და როგორც წესი, ეს არის პატარა ჯგუფი, დაახლოებით 10-დან 20 ადამიანამდე. თუ პირველ ფაზაში პრეპარატმა აჩვენა უსაფრთხოება ახალ პრეპარატმა. შემდეგ ეს გადადის მეორე ფაზაზე. მეორე ფაზაზე უკვე დგინდება ახალი უსაფრთხოება ხო დადგენილია ეფექტურობა. ესე იგი, პირველი ფაზის ძირითადი მიზანი არის უსაფრთხოება, მეორე ფაზის ეფექტურობა. ამ მეორე ფაზაში უკვე გაზრდილი ჯგუფი მონაწილეობს. ლაპარაკია რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ადამიანზე. ეს გააჩნია რა დაავადების სამკურნალოდ არის შექმნილი ეს პრეპარატი. როდესაც პრეპარატი იქმნება ეგრეთ წოდებული იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ,
როგორც წესი ჯგუფები არის პატარა, იმიტომ რომ ისედაც შეზღუდულია ამ პაციენტების რაოდენობა. როდესაც თავდება წარმატებით მეორე ფაზის კვლევა, ეს უკვე ისე განთესვა ხდება პირველ ფაზაზეც და მეორე ფაზაზეც. მერე უკვე იწყება სერიოზული ეგრეთ წოდებული მესამე ფაზის კვლევები, სადაც დგინდება როგორც უსაფრთხოება, ასევე ეფექტურობა, გვერდითი მოვლენები, სხვა პრეპარატებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. და ეს მესამე ფაზაში, როგორც წესი, ეს დიდი ჯგუფი ჩვეულებრივი ნორმალური ახალი რეცეპტული პრეპარატებისთვის ეს შეიძლება იყოს რამდენიმე 1000-დან რამდენიმე 10,000-მდე პაციენტი, ხოლო იშვიათი დაავადებების შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია, სადღაც ალბათ რამდენიმე 100 პაციენტი მონაწილეობს. და როდესაც თავდება მესამე ფაზის კვლევა და ყველაფერი დგინდება, რომ არის წარმატებული, მერე ეს წარმოებელი ადგეს ეგრეთ წოდებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელსაც ეძახიან დოსიეს. ზეგი ამ დოსიეში აღწერილია ყველა ფაზა, რაც გაიარა ამ ახალი პრეპარატის შექმნამ. მოლეკულური კვლევიდან დაწყებული პრეკლინიკური პირველი ფაზა, მეორე ფაზა, მესამე ფაზა, შეფუთვა, თუ მაგალითად საინექციოა, რომელი შუშა გამოიყენება, გამიგეთ? ანუ საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირადღირებული პროცესი არის, როგორც მივხვდით. ბატონო გიორგი, აი კონკრეტულად როდესაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტზე ვსაუბრობთ, აქ საქართველოს მთავრობის არგუმენტები იქნება, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯოლაძის არგუმენტები არის ხოლმე, რომ ეს სხვადასხვა პრეპარატები ყველა ქვეყანაში ბოლომდე ავტორიზებული არ არის, მათ შორის ნაწილი საცდელ ეტაპზე არის, თუმცა ჩვენ ვნახეთ, თქო, იგივე წარმატებული მაგალითებიც, მაგალითად ბრიტანეთში დადასტურდა, მათ შორის მწარმოებელთა მოლაპარაკების შედეგად ერთ-ერთი პრეპარატი, რაც ეხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიასთან დაკავშირებულ პრეპარატს. აი ამ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება რიგრებ მედიკამენტებს ყველა ფაზა არ ქონდეს გავლილი და დადასტურებული აიყოს ყველა ორგანოს მიერ, ხო, ბევრი ქვეყნის მხრიდან. აი მიდგომა სახელმწიფოსი როგორ უნდა იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ დაავადებაზე გვაქვს, იშვიათ დაავადებაზე გვაქვს საუბარი და შეიძლება ასე ვთქვათ, საკმაოდ მოკლე დროში იყოს აუცილებელი, რომ პაციენტებმა შესაბამისი მედიკამენტი მიიღონ. აი როგორი უნდა იყოს მთავრობის მიდგომა ამ შემთხვევაში? უბრალოდ ჯერ ერთი ის, რომ მაგალითად დუშენის კუნთოვანი დისტროფიის პრეპარატები, რომლებზეც არის ლაპარაკი და რომლებსაც ითხოვენ მშობლები, ხო? ეს პრეპარატები დაშვებულია მკურნალობისთვის, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში. ევროპაში არის ფარმაცევტული ბაზრის რეგულატორი, ეს არის ევროპის წამლის სააგენტო, EMA, European Medicinal Agency. ეს რეგულატორი ადგენს დაიშვება პრეპარატი ბაზარზე თუ არა. ეს არის ცენტრალიზებული ევროკავშირის ცენტრალიზებული ერთი რეგულატორი. როდესაც EMA აცხადებს, რომ პრეპარატი დაშვებულია ხმარებისთვის, ის დაშვებულია ხმარებისთვის ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნისთვის. გამიგეთ, ეს არის ცენტრალიზებული. Brexit-ამდე EMA-ის შტაბ-ბინა იყო ლონდონში, იმიტომ რომ EMA დაფუძნდა ბრიტანული ფარმაკოპეის საფუძველზე. Brexit-ის შემდეგ ეს EMA-ის შტაბ-ბინა გადაინაცვლა ამსტერდამში და ეს რა ქვია, ბრიტანეთი გამოეყო ევროკავშირს. ბრიტანეთი ისე ცალკე აკეთებს ამის შეფასებას, ევროკავშირი ცალკე, მაგრამ უბრალოდ ერთი ფარმაცევტული პრეპარატის შეფასება ევროკავშირის სტანდარტით ჩდება დაახლოებით 900,000 евро. გამიგეთ? ეს არის ექსპერტების მუშაობა, ლაბორატორიული, აი რომ გითხარით დოსიეს ანალიზი და ასე შემდეგ. ამიტომ ვინმე თუ ამბობს, მე არ ვიცი ეს მინისტრი იქნება თუ მოადგილე თუ ვინც არის, რომ
ზოგიერთ ქვეყანაში დაუშვებელია, ეს არის არაკომპეტენტური განცხადება. წარმოიდგინე რა აქვს, რა არის EMEA და რა არის როგორი წესები მოქმედებს ევროკავშირში. ბატონო გიორგი, აი მთლიანობაში, როდესაც აი ფასეც ღირებულებაზეც გამახულდა ყურადღება ხო, რომ აი მაგალითად ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ ეს წლიურად 50-60 მილიონი დოლარი შეიძლება დაჯდეს და მისი თქმით, რაც გათვლების უნდა გაკეთდეს, რამდენად გონივრული ხარჯი შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან გაწეული. როგორი არის პრაქტიკები? მაგალითად, ხომ არ შეიძლება რომ როგორც სახელმწიფო მოელაპარაკოს რომელიმე მწარმოებელს, უფრო შეღავათიან ფასად მიიღოს საქართველოს მესა თუ ის მედიკამენტი, ვიდრე დასახელებული ფასები არის ჩვენ გვახოს წარმატებული მაგალითი იგივე C ჰეპატიტის ელიმინაციასთან მიმართებაში, რომელიც თავად მთავრობა ამბობს, რომ ძალიან წარმატებული პროგრამა იყო და თუ არ ვცდები, უფასოთაც კი ვიღებდით ხომ ამ მედიკამენტს. აი, როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში იგივე თანამშრომლობა მწარმოებლებთან, ხომ არ შეგვიძლია რომ აი ბავშვებისთვის, ვისაც გადაუდებელს სჭირდებათ ეს მსგავსი მედიკამენტები, რაცნაირად მივიღოთ შედარებით შეღავათიან ფასად სახელმწიფომ ეს პრეპარატები. მოდით, კი, გაგცემთ ამ კითხვას გასულ დავამთავრებ. ისე იგი, წამლის კომერციალიზაცია, ისე იგი, ბაზარზე გამოტანა არის ორი ეტაპი. ერთი დაშვება, რომელსაც აკეთებს რეგულატორი და მეორე არის ფასზე შეთანხმება. ეს ორი სხვადასხვა პროცესია. პირველი ისე იგი, როდესაც ევროპის წამლის სააგენტო ამბობს, რომ ეს პრეპარატი დასაშვებია, ამის სამკურნალო, იქ სხვა იქ შესწავლილია ყველაფერი. ვერც მოვლენები ასე შემდეგ. შემდეგ მიდის მოლაპარაკება ფასზე. თუ კი დაშვება არის ცენტრალიზებული მექანიზმი, ფასზე მოლაპარაკებას ინდივიდუალურად აწარმოებს ევროპის ყველა სახელმწიფო ცალკე მწარმოებელთან. ეხლა შეეხება დუშენის კონტროლ დისტროფიას. საერთოდ იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს ენიჭებათ ეგრეთ წოდებული orphan drug, ობოლი, ისე რა ქვია, წამლის სტატუსი. რას ნიშნავს იცით? ასეთი პრეპარატების შექმნა ფარმაცევტული კომპანიებისთვის არ არის საინტერესო, იმიტომ რომ შეზღუდულია გავრცელების, გაყიდვის არეალი. იმისთვის რომ წაახალისო ამისთანა პრეპარატებზე მუშაობა, ამიტომ ეს ქვეყნები, ეს რეგულატორები ანიჭებენ ამ სტატუსს, ეს სტატუსი კი რას ნიშნავს იცით? როგორც წესი, ფასის მოლაპარაკებაში მონაწილეობს სახელმწიფო. იმიტომ რომ ეს არის იშვიათი დაავადება და რომ წაახალისო, რა ქვია, მწარმოებელი უკვე სახელმწიფო, უკვე მარკეტინგზე კი აღარ არის დამყარებული ამ პრეპარატის გაყიდვის, არ გაყიდვის შესაძლებლობა. აქ სახელმწიფო მონაწილეობს იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო იცის, რამდენი პაციენტი ხავს ამ დაავადებით დაავადებული და ზუსტად იცის, რამდენი სჭირდება. იქ პრომოუშენ, მარკეტინგული ისინი რა ქვია, ხრიკები, რაღაცა რეკლამები და რაღაცები არ ხდება, იმიტომ რომ არ მუშაობს. ანუ ჩვენ შეგვიძლია როგორც სახელმწიფო ქვეყანა თუნდაც მოილაპარაკოს აი ამ მწარმოებლებს შეღაიდეთ. რამდენად შეღავათიან ფასად შეგვიძლია შემოვიტანოთ პირობითად? ეს რამაც გეტყვით. აი ისაც ის რომ სახელმწიფომ დაიწყოს მწარმოებლებთან ლაპარაკი, სახელმწიფოს უნდა კონდეს ზუსტი აღრიცხვა იმ პაციენტებისა, რომლებიც ყავს. მაგალითად, მე რამდენადაც ვიცი, საქართველოში ამის ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს. იმის დამიხედვით, რამდენი პაციენტი ყავს, ფასი სხვადასხვა იქნება. თუ ყავს 20 პაციენტი, ფასი იქნება ერთი, თუ ყავს 300 პაციენტი, ფასი იქნება სხვა. ჯერ ერთი. მეორე, როგორც წესი, იშვიათი დაავადებების შემთხვევაში წარმოებლები ითვალისწინებენ იმ სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგომარეობას, მხედველობით უნდაოებას, რომელსაც უნდა ამ პრეპარატის შეძენა. ამიტომ, როგორც წესი, ფასი, რომელსაც წარმოებელი აძლევს გერმანიას, იქნება სხვა და ფასი, რომელსაც მისცემს საქართველოს, იქნება სხვა. ეს სხვაობა შეიძლება იყოს 30-40 ან 50%. გააჩნია მოლაპარაკებას, გააჩნია წარმოებელს, რამდენად არგუმენტირებულად და კარგად იქნება ეს დოკუმენტაცია შედგენილი და ასე შემდეგ. ასე რომ, ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს მონაწილეობა შესაძლებელი კი არა, აუცილებელია, ოღონდ სახელმწიფო უნდა მოემზადოს ასეთი მოლაპარაკებისთვის. მოემზადოს რას ქვია, იცით? უნდა შეადგინოს
კარგი რეგისტრი, რაოდენობა, წლოვანება, რამდენი ხანია რაც დაიწყო მაგალითად თითოეულ პაციენტს რაღაცა მოვლენები. ამას ქვია სამედიცინო ენაზე ქვია ეპიკრიზი. მოკლე აღწერილობა გამიგეთ, ამ წუთში რა მკურნალობას იღებს და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ყოველ პაციენტზე შედგენილი, რომ სახელმწიფო ჩაატაროს წარმატებული მოლაპარაკებები წარმოებად. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, სამწუხაროდ დრო აღარ გრჩება, თუმცა ბუნებრივია ჩვენ ამ პროცესებს აქტიურად გავყვებით. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გიორგი კავკასიძე, მედიცინის დოქტორი, სამედიცინო და ფარმაცევტული ბაზრების კონსულტანტი იყო ჩვენი სტუმარი.